აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატევი მიაგო. დაღუპული გმირების ხსოვნას პატევი მიაგეს ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა. 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი და ტრაგიკული დღე არის. მე მინდა პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, თავდადებულ მებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი საქართველოს გამო და ჩვენი მომავლის გამო თავი გაწირეს, მიუძღვნეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობის პრაგმატული, თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას. დღეს ამოცანა ჩვენი მდგომარეობის იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ომის შედეგები, რომელსაც ქვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა გამთლიანდეს, უნდა შევრიგდეთ. უკვე საკმარისად ბევრი დრო გავიდა იმ პერიოდიდან, ყველაფერს უკვე მიმხვდარია, შედეგები სახეზეა, გამარჯვებული ამ ომს არ ყავს, გამარჯვებული არის სულ სხვა მხარე. ვეტერანების საქმე და სახელმწიფო სამსახური ყოველთვის მობრძანდება გმირთა მემორიალზე, რათა პატივი მიაგოს ომში დაღუპულ მეომრებს. მადლობა უთხრას მათ ოჯახებს, რომ სახელმწიფოს ქვეყანას აღუზარდეს ესეთი ღირსეული კაცები. ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა, დაიწყო 92 წელს 14 აგვისტოს, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მთელ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვწუხართ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა იქნება ერთიანი.